გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე, დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით თემურ, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. სოფლიოს ყურადღება მიპყრობილია თურქეთისკენ, მიმდინარეობს სტამბოლში მოლაპარაკებები, რომლებშიც მონაწილეობენ უკრაინული მხარე და ასევე რუსული დელეგაცია. მანამდე იყო ცალკეული შეხვედრები უკრაინელებს, ამერიკელებს და თურქებს შორის, ასევე მასპინძელი თურქეთი ესაუბრებოდა რუსულ დელეგაციას და იქვე იყვნენ ასევე უკრაინელები. მართალია რთულია იმის პროგნოზირება, როგორ გადაწყდება ეს და რა შედეგი იქნება მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული, თუმცა ის რომ ორი დაპირისპირებული მხარის დელეგაციები მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, ეს გარკვეულ მაინც იმედს იძლევა იმისა, რომ დაიძვრება ეს საკითხი. რასაც ეწოდება ამ კონფლიქტის საბოლოო დარეგულირება. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები. სხვადასხვა ანალიტიკური მასალები იდება, ზოგან პროგნოზები პესიმისტურია, სკეპსისი უფრო მეტია. ზოგან არის ისეთი განცხადებები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ წლის ბოლომდე, გამოჩნდება საბოლოოდ გზა ამ კონფლიქტის დარეგულირებისათვის. როგორი იქნება თქვენი შეფასება, როგორ ფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ამას წინ უძღოდა მთელი რიგი განცხადებები უკრაინის ხელისუფლების პირველი პირის მხრიდან და მას პასუხი გასცა არა ვლადიმერ პუტინმა, არამედ უკვე სერგეი ლავროვმა და პირდაპირ თქვა, რომ ეს უბრალოდ არასერიოზულია ის რა განცხადებებსაც აკეთებს ვლადიმერ ზელენსკი და უფრო ამ დეტალებში რო არ შევიდეთ, თქვენი პოზიცია როგორი იქნება? შესწევს თუ არა უნარი ამჯერად უკრაინას არ აყირაოს მოცემულობა, როგორც ეს ქნა, როგორც ეს გააკეთა ადრე სტამბოლში, ვიცით რა, რომ მაშინ ბორის ჯონსონის მითითებით შეწყვიტეს მოლაპარაკებები, ფაქტობრივად შეთანხმებული და პარაფირებული დოკუმენტები ჩააგდეს ნაგვის ურნაში და ესე უტიფრად გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან, ხოლო ახლა იძულებული არიან, რა თქმა უნდა, ტრამპის პრეზიდენტობა ამის მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი, რომ დაჯდნენ და ილაპარაკონ რუსებთან. აი, როგორი იქნება თქვენი პოზიცია, როგორ ფიქრობთ? რა მოლოდინი შეიძლება იყოს აი ახლა ამჟამად ამ შეხვედრასთან დაკავშირებით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აი, რამდენიმე წელი გრძელდება უკვე ეს კონფლიქტი და ცხადი გახდა, რომ ეს კონფლიქტი არის თანამედროვეობის ძალიან სერიოზული კონფლიქტი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კონფლიქტი. კონფლიქტი ძალიან ბევრი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე, მაგრამ ეს კონფლიქტი გამოხატავს, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოხატავს ძალიან ღრმა და სისტემურ წინააღმდეგობებს, რომელშიც შევიდა წინააღმდეგობის ზოლს, რომელშიც შევიდა თანამედროვე მსოფლიო ომი. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება თანამედროვე მსოფლიოს შეცვლა, პერეფორმატირება, ასე ვთქვათ, ღრმა ცვლილებები მიმდინარეობს. ეს გლობალური ერთიანი სისტემა, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მანამდე ჩვენ ვიცით, რომ ორპოლუსიანი სისტემა არსებობდა მსოფლიოში. აი ეს სისტემა რღვევას განიცდის. აშკარად უკვე შეიძლება ითქვას, რომ მან შეწყვიტა არსებობა ერთიანმა გლობალურმა სისტემამ, შეერთებული შტატების მეთაურობით, თვითონ შეერთებულმა შტატებმა დაანგრიეს ეს სისტემა. თითქოს გასაკვირია ის ლიდერის როლს ასრულებდა ამ 30-35 წლის მანძილზე და თვითონვე შეუწყო ხელი ამ სისტემის რღვევას. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის სისტემა, რომელიც შეიქმნა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და რომელშიც ის დომინირებდა, კრიზისში შევიდა. მისი განვითარების, მისი არსებობის რესურსები არ არსებობდა. და
ერთ-ერთი გამოხატულება აი ამ ღრმა ცვლილებებისა არის ზუსტად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია იმ ღრმა წინააღმდეგობებით, რომელიც არსებობს სოფლიოში. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგები არ არის დამოკიდებული მხოლოდ დაუშვათ რუსულ მხარეს ძალისხმევაზე, ან უკრაინულ მხარეს ძალისხმევაზე სამხედრო ველზე. ეს არის დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები დაუშვათ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ევროკავშირსა და რუსეთს შორის. და უფრო მეტიც როგორ განვითარდება ურთიერთობები მთავარ აქტორებს შორის დღევანდელი მსოფლიო პროცესებისა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. მე მგონია რომ ძალიან ძნელია გარდატეხის შეტანა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს ფრონტზე უკრაინაში, კერძოდ ჩვენ ვხედავთ, რომ საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მშვიდობის დამყარება და ცეცხლის შეწყვეტა რამდენადმე გრძელი ვადით, მე მგონია რომ ძალიან ძნელი ამოცანაა, იმიტომ რომ რუსეთშიც აცნობიერებენ ამას ახლა ის ტერიტორიები, რაც უკვე აითვისეს, ასე ვთქვათ, უკრაინის ტერიტორიები. დღეს ახლა მაგალითად რო გადავხედე საინფორმაციო სააგენტოებს, აი ამ შეხვედრის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იყო კვლავ დრონებით შეტევა, ანუ უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მხრიდან. თავად რუსები წერენ, რომ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი აქვს აღებული. ანუ უკრაინელებს რაც შეეხება, მიუთითებენ თვითონ დელეგაციის შემადგენლობაზე 11 კაცი არის წარმოდგენილი უკრაინელების მხრიდან და 9 არის რუსეთის მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ის განცხადებები, გუშინდელი განცხადებები ზახაროვაც ამბობდა საპასუხო განცხადებები იყო ამ ზელენსკის აგრესიანარევ გამოთქმებზე ამ დელეგაციასთან დაკავშირებით, რომ ის ელოდებოდა პუტინს, ლავროვმაც გასცა ამაზე პასუხი, მაგრამ ახლა რუსები წერენ თავიანთ ანალიტიკურ მასალებში, რომ უკრაინა შეეცდება ნებისმიერ შემთხვევაში გაწელოს ეს პროცესი, რაც შეეხება ამ მოლაპარაკებებს. და ასევე აქცენტია გაკეთებული, რომ 11 ადამიანიდან ახლა დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსტამ უმეროვი, ყირიმელი თათარი, თავდაცვის მინისტრი და დანარჩენი ამ დელეგაციის წევრები ძირითადად წარმოადგენენ უკრაინის როგორც შეერაღებული ძალების წარმომადგენლებს, ასევე საგარეო დაზვერვის. ანუ დიდი უმეტესობა, უმრავლესობა მათი არიან ამ დაზვერვის ხაზით წარმოდგენილები. Ну, რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს და პროფილური უწყებების წარმომადგენლები არიან. თუმცა იყო ეს აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ რუსეთის დელეგაცია რანგით ან პუტინმა გამოაგზავნა დაბალი რანგის შემადგენლობა, რასაც რუსეთი ოფიციალური საგარეო უწყება არ ეთანხმება. ზელენსკის უნდოდა თავის პრესტიჟისთვის წარმოეჩინა ეს განცხადებებიც ამას ცხადყოფდა, რომ რაიმენაერად ყოფილიყო უფრო მეტად მომგებიან პოზიციაში, უფრო ამაღლებულ პოზიციაში, რათა დასავლეთში მის პარტნიორებს, უშუალო კურატორებს ქონოდათ იმის შეგრძნება, რომ აი ზელენსკია ნამდვილად ერთადერთი და განუმეორებელი და გადამწყვეტი უკრაინის მხარის საკითხში. სხვა გამოსავალი თავად ზელენსკის არ აქვს. ის იძულებულია მართლაც ასე აჟონგლიოროს ეს სიტყვები. ალბათ მის ინტერესებში შედის და ვინც თქვა კონსულტაციას უწევს ისიც. ახლა ბევრი რომ არ ვიმსჯელოთ აი კონკრეტული დელეგაციების შეხვედრასთან დაკავშირებით, აქ სხვა საკითხია უფრო მნიშვნელოვანი, როდის გავლენ ისინი ორივე მხარისთვის მისაღებ ფორმულირებებზე. მე აღნიშნე და ვთქვი, რომ ადრე, როდესაც პირველად ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები, რამდენიმე წლის წინ უკრაინის ინიციატივით, მაშინ უკვე იყო პარაფირებული მთელი რიგი საკითხები, რის გამოც უნდა მომხდარიყო ამ კონფლიქტის შეწყვეტა და უკრაინას მაშინ უფრო კარგი სურათი ექნებოდა, ასე ვთქვათ. იმის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ახლა უკვე სხვა მოთხოვნები იქნება რუსეთის მხრიდან და იყო ასევე ასეთი headline-ი, რომ თავად ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა არ შეეგუება დე იურე რომელიმე მისი ნაწილის აღიარებას.
მაგრამ აი ჩდება კონკრეტული კითხვა, რა იცვლება იმით ზელენსკის ხელისუფლება დე იურე მიიღებს თუ არ მიიღებს, დაყაბულდება თუ არა რუსეთთან ამ მოლაპარაკებების შედეგად დასმულ კითხვებს, რომელიც შეეხება კონკრეტულად ამ ტერიტორიებს, უკვე დაკარგულ ტერიტორიებს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აი მედინსკი რო ხელმძღვანელობდა თავიდან მოლაპარაკებებს უკრაინას ჰქონდა ძალიან ესეთ ხელსაყრელი მდგომარეობა მაშინ და რომ დათანხმებულიყო და არ წასულიყო კონფრონტაციაზე. ჩვენ მაშინ უკრაინა რა თქმა უნდა იურიდიულად ინარჩუნებდა დონბასს და უფრო მეტიც ინარჩუნებდა თეორიულად და იურიდიულადაც შანსს რომ ყირიმზე ლაპარაკს დაბრუნებოდა რუსეთთან გარკვეული წლების შემდეგ. დღეს ჩვენ ვხედავთ მდგომარეობას, როცა რუსეთი აკონტროლებს რამოდენიმე ოლქს უკრაინისა, ყირიმზე ის საერთოდ არ საუბრობს, ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და ამაზე ის ითხოვს მის ცნობას უკრაინულ მხრიდან და მსოფლიოს მხრიდან, ამაზე მსჯელობასაც კი არ აპირებს და უფრო მეტიც რუსეთს უნდა რომ ის ნაწილი დონეცკის, დონბასისა, რომელიც კონსტიტუციით მან აღიარა როგორც თავის საკუთარი, იქიდან გავიდნენ უკრაინული ძალები. უფრო მეტიც დღეს რუსეთი ისევ ითხოვს დემილიტარიზაციას, ანუ იმ სივრცის დემილიტარიზაციას იმ უკრაინისა, რომელიც დარჩება ამ კონფლიქტის შემდეგ და დენაციფიკაციას. დენაციფიკაცია ნიშნავს იმას, რომ იქ არ უნდა დარჩეს დღევანდელი ხელისუფლება, ზელენსკის ხელისუფლება, ან მისი მსგავსი ხელისუფლება იმ რიტორიკით, იმ იდეოლოგიით და იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკასაც დღეს ატარებს კიევის ეს ხელისუფლება. მეორე დემილიტარიზაცია ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ეს სივრცე, რომელიც დარჩება უკრაინულ მხარეს და რომელიც დაერქმევა უკრაინა, მომავალში არ იქნება გამოყენებული სამხედრო თვალსაზრისით მესამე მხარის მიერ რუსეთის წინააღმდეგ, ნატოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ, შეერთებული შტატების, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ. გარანტიები თუ თვითონ რუსეთი არ იქნება ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მხარე სუბიექტი გარანტიისა, ის არ წავა შეთანხმებაზე. ასე რომ ეს არის ძალიან ძნელი პროცესი, რომელიც ორივე მხარე, რაღაცა ისეთი სერიოზული უნდა მოხდეს, რომ ორივე მხარე წავიდეს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. აი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უშუალოდ რეფერის ფუნქცია აქვს და ხელმძღვანელობს ამ დელეგაციების შეხვედრას, ჰაკან ფიდანი, მან თქვა ესეთი რაღაც, რომ თუ ახლა არ მოხდება შეთანხმება, კვლავ უფრო გართულდება ეს კონფლიქტი, უფრო მეტი მსხვერპლი იქნება, მაგრამ ამავე დროს იტოვებს იმედს, რომ ეს მოლაპარაკებების შედეგს გამოიღებს. და საინტერესოა თავად ტრამპის პოზიციაც, ახლა თქვენ თემურ ახსენეთ ამერიკელები, პრინციპში პირდაპირ რომ თქვათ, ინსპირატორი ამ ომის და ამ კონფლიქტის იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ძალიან რთულია გაიგოს იმ ადამიანმა, რომელიც პირდაპირ შუბლით და არა თხემით აანალიზებს ამ კონფლიქტს. შუბლით იმიტომ რომ გამოჩნდა რა, რომ რუსეთის შეერაღებული ძალები, მძიმე ტექნიკა პირდაპირ ლახავს უკრაინის საზღვარს, გამშვებ საკონტროლო პუნქტებს და შედის, ანუ შეიჭრა ამ ტერიტორიაზე. მაგრამ ის ადამიანები, ვინც მეტნაკლებად ერკვევა როგორც პოლიტიკაში, ასევე პოლიტოლოგიაში, საომარი მოქმედებების ანაბანაში, ანუ ისე არ ხდება, რომ ორი ქვეყნიდან ერთი არის მიამიტი და მეორე არის აგრესორი. ნუ პრინციპში რუსეთს უწოდეს აგრესორი კოლექტიურ დასავლეთში, რომელიც აქტიურად უდგას უკრაინას უკან, ისეთი განცხადებებიც ისმის, ახლა მაგალითად მაკრონი ამბობს, ახლა ისეთი ლავირებს, ხედავს რა, რომ უკვე ნატოს კარი უკრაინისთვის დაკეტილია, თან სამიტი მოდის, ახლა ახლოვდება ნატოს სამიტი, ამბობს, რომ უკრაინა
ვერ გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავტოვოთ უკრაინა. ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ 30 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი მოახერხა საიმისოდ, რომ ის დიდძალი თანხა, რაც იქნა გადახდილი მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო სექტორის შექმნასა და მართვაში უკრაინაში იგულისხმება. თავად უკრაინის ტერიტორიაზე ყველაფერი მოხერხდა საიმისოდ, რომ უკრაინელებში განემტკიცებინათ თავიანთი უნიკალურობის განცდა, ანუ უკრაინული უკრაინელობის. პირდაპირ თქვა, უკრაინული ნაციზმის კულტივირება მოხდა. იმისი, რაც იყო 40-იან წლებში, 30-იან წლებში. რა თქმა უნდა. ნუ მაშინდელ პერიოდს გულისხმობ თქვენ ბანდერას და შუხევიჩის და პეტლიურას და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ აი ამერიკელები მე რატომ თქვი რომ ისინი იყვნენ ამ კონფლიქტის ინსპირატორები, ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია. მანამდე ჩვენ ასევე გვახსოვს ვიქტორია ნულანდი როგორ დადიოდა კიევის ქუჩებში, თავად ცენტრალურ კრეშატიკზე, როგორ არიგებდა ამ თაფლკვერებს, თავის გაფართოებული შუშის თვალებით რიგით უკრაინელებს მოუწოდებდა რომ გამოსულიყვნენ ამ მაიდანზე. სამხედრო გადატრიალების თავარ რეჟისორი იყო ნულანდი, უშუალო ხელმძღვანელი. კი ბატონო. და გარდა ამისა ვნახეთ ის ტრაგიკული მოვლენები, როგორ ვითარდებოდა ეს მთელი სცენარი ოდესაში, ოდესაც პროფკავშირების სასახლეში პირდაპირ ცოცხლად დაწვეს 40-ზე მეტი ადამიანი. ის უკრაინელები, რომლებიც მიაჩნდათ რომ არ იყვნენ ისეთი ნაციონალიზმის დოზა ისეთი არ ქონდათ როგორც უნდა ქონოდა უკრაინელს იგივე აზოვის რომელიმე მებრძოლს. ხო, აი ეს არის სწორედ პირველ მიზეზებზეა საუბარი და რუსული მხარე ამას აყენებს ერთ-ერთ მოთხოვნად რომ კონფლიქტის პირველ მიზეზებამდე უნდა მივიდეთო, ეს უნდა აღმოიფხრასო. უკრაინულ მხარესთან ეს უნდა გავარჩიოთო. რატომ ხდება ეს კონფლიქტიო? ან ძალიან პირდაპირ ახლა რომ მიუდგეთ ჩვენთან ქართველი ნაციონალისტები მაგალითად როგორ აღიქვამენ. უკრაინულ დროშებს აქვინც აქნევდა საქართველოში და ყავთ მათ გულშემატკივრები, საკმაო ნაწილი გლობალისტ ლიბერალებისა. აღიქვამენ ასე რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რუსეთი ტლანქად შეიჭრა და აოხრებს უკრაინას. ახლა საომარ მოქმედებებში აოხრება ხდება ზოგადად, დაბომბვაც ხდება, დაცხრილვაც ხდება, ნგრევაც ხდება და მსხვერპლი არის, მაგრამ მიზეზები კონფლიქტის, ეს არის საინტერესო. თქვენ სწორად შეაფასეთ, სწორი სურათი აღწერეთ ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არის ძალიან ისეთი აქტუალური საკითხი საქართველოსთვის და ჩვენი შიდა პოლიტიკური ვითარებისთვის დღემდე რჩება მეტად აქტუალურ საკითხად, იმიტომ რომ უკრაინულ ქართული აი ეს ულტრამემარჯვენე ძალები, ნაციონალისტური ძალები ეს წარმოადგენენ ერთიან პლატფორმას და დარჩნენ ერთიან პლატფორმად დღემდე. ის რაც ხდება უკრაინაში, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. მე აი ეს სარგებლობ შემთხვევით და დავაანონსებ რომ კვირას ჩვენ ვატარებთ კონფერენციას მემარცხენე ძალები, ეს არ არის პოლიტიკური ძალები, ეს არის საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ასე თუ ისე მემარცხენე პოზიციისგან უყურებენ პროცესებს. იქ სწორედ ეს საკითხი იქნება განხილული. კერძოდ თანამედროვე ფაშიზმი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე და აი ჩვენი აქაური ულტრამემარჯვენე ძალების პერსპექტივები იმის გათვალისწინებით, რომ მათ საშუალებად ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ანონსის სახით. რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა და რუსეთი დაინტერესებულია და სხვანაირად ვერ გააკეთებს, დაუბრუნდება აუცილებლად იმ მიზეზებს, რის გამოც მოხდა და დაიწყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. კერძოდ ეს მთავარი ეს არის, რომ უკრაინა თანდათანობით გადაიქცა სამხედრო მუშტად,
მილიტარიზირებულ წარმონაქმნად, რომელსაც აზრით უქვიან შეაჯახებდნენ აი ამ მძლავრ სამხედრო მანქანას რუსეთს. ეს თვალსაჩინო გახდა განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, თქვენ ახსენეთ ნულანდი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ძალის მიერ შეცვლას ხელისუფლებისა უკრაინაში, კიევში, რომლის ძალითაც კიევში მოვიდნენ ულტრანაციონალისტური, შეიძლება პირდაპირ თქვას ნაცისტური ძალები, უკრაინული ნაციზმის წარმომადგენლები, იქ დამყარდა აი ეს დიქტატურა, ულტრამემარჯვენე, ფაშიზმთან ახლო დიქტატურა, ნაციზმის დიქტატურა, ჩვენ ხედავთ, რომ დემოკრატიის ყოველგვარ ნიშანწყალი მაშინვე გაქრა მყისიერად, ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინამ დაიწყო ძალიან სწრაფი ტემპით მილიტარიზაცია 2014 წლიდან და შესაბამისი იდეოლოგიური მომზადება რუსეთთან კონფლიქტისა. და რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება 2022 წელს, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს. თქვენ წარმოგიდგენიათ ხარკოვში დაუშვათ ნატოს ბაზა და იქ შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ სტრატეგიული პარიტეტი, რომელიც ასე თუ ისე არსებობს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის ინერციით საბჭოთა კავშირის შემდეგ, ეს პარიტეტი დაირღვევა თანაც ისე, რომ რუსეთს შანსი არ გააჩნია უკარნახოს თავისი ინტერესები დაიცვას და ის მოექცეოდა უცილებელი გავლენის ქვეშ დასავლეთის მხრიდან. ეს არ დაუშვა რუსეთმა და დაიცვა თავისი აი ეს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ინტერესები. მას სხვა გზა არ დაუტოვეს. ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აი მოგერიების რეჟიმშია. ეს არ არის საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირმა ამ ხრივას პარიტეტი დაამყარა დასავლურ სამყაროსთან. რუსეთი კიდევ ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, ნახევარი ნაბიჯით, 2-3 ნაბიჯით კი დასავლეთი უსწრებდა მას. და ეს ყოველთვის თავდაცვის რეჟიმში იყო და ეს რეჟიმი ნიშნავდა იმას, რომ დასავლეთი ადრე თუ გვიან აიძულებდა რუსეთს წასულიყო აი ამ გახსნილ სამხედრო შეტაკებამდე, რომელმაც შეერთებულ შტატებს ძალიან ბევრი ამოცანა გადაუწყვიტა. კერძოდ ის, რომ ამ კონფლიქტმა საბოლოოდ ყოველ შემთხვევაში წლების განმავლობაში, ათწლეულების მანძილზე გადადო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის კავშირი, რუსულ-გერმანული დაუშვათ კავშირი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თუ სტრატეგიული არ იყო, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური გრძელვადიანი კავშირი გამოიკვეთა, ეს დაარღვია. გერმანული ეკონომიკა და ევროპული ეკონომიკა აქედან ერთ-ერთი ფაქტორია ეს არის, რომ კრიზისში მოიქცა, ამით მან კონკურენტი მოიშორა შეერთებულმა შტატებმა. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი, რომელიც ასე თუ ისე რუსეთის მხარეს იჭერს, ჩამოაშორა ევროპას. ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ეს იყო ძალიან მასშტაბური სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით იგივე ბალანსი იყო სავაჭრო, როგორც იყო თავის დროზე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, რომელიც მცირეოდენ შემცირდა. და ეს ეკონომიკური კავშირი, ტექნოლოგიური კავშირი, რომელიც არსებობდა ჩინეთსა და გერმანიას შორის, ჩინეთსა და დაუშვათ ევროპის სხვა წამყვან ქვეყნებს შორის, ესეც დაირღვა. აი მეორე მიზანი, რასაც მიაღწია შეერთებულმა შტატებმა. და მესამე, რა თქმა უნდა, ის, რომ ფრაგმენტაცია მოხდა ერთიანი გლობალური სისტემისა, რომლის ფარგლებშიაც შეერთებული შტატები ეფექტურად ვერ აღწევდა თავის მიზნებს. ჩვენ ხედავდით, რომ მას სავაჭრო ბალანსი უკვე რეგულარულად უარყოფითი იყო, მის სავაჭრო ბალანსი ჩინეთთან, სავაჭრო ბალანსი ევროპის ქვეყნებთან, იაპონიასთან გამოიკვეთა. ეს ტენდენციები და მას არ აწყობდა ერთიანი გლობალური სისტემა და მისი დაშლა და დანაწევრება თვითონვე გააკეთა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძირეული მიზანი იყო ის, რომ მიზეზი იყო შეერთებული შტატების ინტერესების რეალიზება. ასე თუ ისე შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი მიიღო. ის მიღებაც შეეძლო მას აი ამ კონფლიქტის ინსპირირებით. მეტის მიღება ამას არ შეუძლია. შეერთებული შტატები, მისი ეკონომიკა, მისი სისტემა, ეს პოლიტიკური სისტემა
და რაც წარმოადგენს შეერთებული შტატები ღრმა კრიზისშია და ამ კონფლიქტმა და ამ მიზნების მიღწევამ რაც წეგან ვახსენე ეს კრიზისთან ვერ გამოიყვანა. Იმიტომ რომ კრიზისთან ის რო გამოვიდეს დაახლოებით იგივე რაღაცა უნდა მოხდეს რაც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. კერძოდ შეერთებულმა შტატებმა მაშინ მოიშორა კონკურენტი და დაეუფლა მსოფლიოს მეორე ნაწილს. იმ თანაბარ ნაწილს, რომელსაც ის ვერ აკონტროლებდა. დაახლოებით იგივე უნდა მოხდეს ახლაც. ანუ ჩინეთი როგორც თავარი კონკურენტი არ უნდა არსებობდეს. ეს უნდა იყოს ისე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ან დაშლილი ან დაქვემდებარებული შეერთებულ შტატებს და ისევ ესე იგი ერთიანი გლობალური სისტემის მსგავსი უნდა განმეორდეს, სადაც ისევ შეერთებული შტატები აბსოლუტურად დომინირებულ მდგომარეობას მიიღებს. ჩინეთს რაც შეეხება დასავლელი უფრო ევროპელი ანალიტიკოსები წერენ, ახლა Euronews-საც აქვს მასალები ხშირად ამ თემაზე, მთელი რუბრიკა აქვს მიძღვნილი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მიაჩნიათ, რომ პუტინის პოზიციები ურყევია, ან რუსეთის გადასახედიდან, ხომ ამბობენ ახლა ძალიან ცდილობენ მაქსიმალურად ეს პროპაგანდა არის პირდაპირ დასავლური წარმოაჩინონ, რომ რუსეთს ძალიან უჭირს, პუტინს მით უმეტეს განსაკუთრებულად უჭირს, მაგრამ სინამდვილეში იმასაც უსწორებენ თვალს და ამბობენ, რომ ყოველგვარი სასანქციო პაკეტები ახლა კიდე ბრავადა აქვთ გაჩაღებული, რომ მე-17, რიგით მე-17 სასანქციო პაკეტი უნდა დაუწესდეს რუსეთს და მიაჩნიათ, რომ ეს იქნება მათი პანაცეა იქნება მათთვის ამ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, რომ რუსეთს სანქციების მეშვეობით აიძულებენ გადაუგრეხავენ ხელებს და იქნებიან უფრო კარგ მდგომარეობაში. ეს ბანალური მიდგომა აქვს. რაც შეეხება ამ სანქციებს, რიგი ანალიტიკოსები, რომლებსაც მართლა შეიძლება ითქვას, რომ აზროვნებენ და პირდაპირ ბრწყელ სიტყვებს არისვრიან, ამბობენ ასეთ რამეს, რომ სანამ იქნება რუსულ-ჩინური ტანდემი, ანუ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები სანამ იქნება მაღალ ნიშნულზე, პუტინისთვის უშუალოდ, ანუ რუსეთს კი არ ახსენებენ, თავად პუტინს ახსენებენ, პუტინისთვის მთელი ეს წიაღსვლები დასავლური სასანქციო პოლიტიკის არის უბრალოდ სასაცილო. ეს რაზე მიუთითებს? ანუ თავად ევროპაშიც არის ხალხი, რომელიც საღად აზროვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მედია საშუალებები, ვინც აი ამ მასალებს დებენ, მაქსიმალურად ცდილობენ დააკნინონ რუსეთის ფაქტორი, თუნდაც აი ამ ბრძოლაში. ვიტყოდი ასე. ანუ აწუხებთ ეს. აწუხებთ როგორ ახერხებს ერთი ქვეყანა, ერთი ცალკეული ქვეყანა 27 ქვეყნისგან არსებული გაერთიანების ასე თიძე ტრიალს. ეს იმასზე მიუთითებს, როგორც თქვენ თქვით, რომ ისევ გამოიკვეთა ორპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები. ერთ მხარეს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, რომელთა შორის ჩვენ ხედავთ ძალიან მწვავე დაპირისპირებას შიგნით ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს შორის. და მეორე მხრივ რუსეთ-ჩინეთის აი ეს ტანდემი, რომელიც თავის გარშემო იკრებს დანარჩენ მსოფლიოს. და აქეთკენ წავა პროცესები, აი ეს სანქციები, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გააგრძელა ეს პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად ცვლის თავის, ასე ვთქვათ, მიზნებს. ის რაც დეკლარირებული იყო ერთი თვის წინ, ერთი თვის შემდეგ აღარ არის რუსეთის მისამართით. ეს ევროკავშირის მისამართით იქნება თუ ჩინეთის მისამართით. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის აი სავაჭრო ომის შერბილება მოხდა, დამშვიდება მოხდა და მოხდა ისევ შეერთებულ შტატების ინიციატივით. ეს იმას მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების მდგომარეობა ძალიან არასტაბილურია. და ტრამპის ადმინისტრაციის აი ეს დაბნეულობა და მისი პოლიტიკაში არათანმიმდევრულობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების მანძილზე, ეს არის იმის გამოხატულება, რომ შეერთებული შტატების მდგომარეობა როგორც ლიდერისა და არა მხოლოდ ლიდერისა, საერთოდ როგორც ქვეყნისა, რომელიც წამყვანია, ტექნოლოგიური წამყვანი ქვეყანა და სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით წამყვანი ქვეყანა, ეს მდგომარეობა მისი
შერყეულია ძალიან სერიოზულად და მას ძალიან დიდი საფრთხე ელის. აი თანამდებობების თვალსაზრისით აქ ასე ვიტყოდი ახლა პირდაპირ ასე რთულია ისეთი განსაზღვრება მისცე ამას, მაგრამ აი ამ თანამდებობების კუთხით ნახეთ ტრამპიც ამბობს ესეთ განცხადებას აკეთებს, რომ პუტინთან ის აუცილებლად შეხვედრას აანონსებს, აუცილებელია და შევხვდებიო პუტინსო, მაგრამ ისიც ასე ათამაშებს სიტყვებს. ნახეთ ციტატა პირდაპირ. ფიქრობ დროა უბრალოდ გავაკეთოთ ესო, ანუ პუტინს შევხვდეო. ყველა ამბობდა რომ პუტინი მიდიოდა და ზელენსკიც მიდიოდა, შეხვედრა იგულისხმება, რაც სტამბოლში მიმდინარეობს და ტრამპი ამბობს რომ მე ვთქვი თუ მე არ წავალ, გარანტიას გაძლევთ რომ პუტინიც არ წავა და ის არ წავიდაო. ანუ ახლა ისე წარმოაჩინა მე პროგნოზისგან უბრალოდ თავი შევიკავე, თუმცა ვფიქრობდი რომ აი მედინსკის გაუშვებდა ისევ და ისევ ამ მოლაპარაკებებზე პუტინი უბრალოდ უშაკოვი იყო თანაშემწე. თავიდან დაგეგმილდა, მე თქვენ სწორი ხართ, რანგით ბევრად დაბალი, მაგრამ ეს გუმანით ვგრძნობდი რომ ალბათ მედინსკი იქნებოდა კვლავ, ვინაიდან ის იყო ყველაზე კარგად ჩახედული წინა მოლაპარაკებებში, რომელიც ჩაიშალა. პუტინი არ არის ისეთი მარტივი კაცი, როგორც ახლა ამათ გონიათ და ნუ კლიშეებია, ეს შაბლონები, რომ აი კგბ სკოლა გავლილი, ძიუდოისტია და რაღაც ესეთი მარტივად ის მართავს სახელმწიფო საუკუნის მეოთხედია უკვე ეს ბევრზე მეტყველებს ხო ასეა. ხო და ტრამპს როგორც ჩანს იყო იმის მოლოდინი რომ თუ აი ამ დაგეშილ ზელენსკის ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს უფრო ლავროვმა გააკეთა იქ ახსნა განმარტება რომ მას ყავს კუკლავოდიო ახსენა ანუ ის არის თოჯინა რომელსაც მართავენო და რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს ხო და ეს იმიტომ იყეფა რომ ვთქვათ ზელენსკიმ ეგონათ რომ ამით გამოიწვევდნენ პუტინს რომ აი თუ ვაშკაცი ხარ მოდი ჩამოდი მე ესეთი ვაშკაცი ვარ მოვდივარ ახლა იქ თვითფრინავი დახვდნენ ის თურქები ასკერები უკრაინულ თვითფრინავს როდესაც ჩამოვიდა ზელენსკი გააკეთა ის ხმამაღალი განცხადებები მაგრამ პუტინი არ ჩამოვიდა გერმანული პრესა Deutsche Welle მაგალითად წერდა რომ აი ნახეთო აი პუტინი ვიღაც ექსპერტები ყავთ მთელი რიგი პუტინი უკვე წაგებულიაო ნახეთო არ დათანხმდაო შეხვედრას არ ჩამოვიდაო მაგრამ ახლა აი რატო ვთქვი მე ის რომ შეიძლება ისევ და ისევ მედინსკი გაეშვა პუტინი არ თვლის თავის სწორად უბრალოდ ამ ზელენსკის არა იმიტომ რომ ასაკით უფრო პატარაა ვთქვათ ან განათლებით ბევრად ზახაროვამ თქო სხვათა შორის გაუგებარიაო რა განათლების პატრონიაო ეს ზელენსკიო არამედ იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა მას უკვე მიიჩნევენ არაკონსტიტუციურ ელემენტად. ანუ ვადა გასული აქვს. ერთადერთი რაც მას უხანგრძლივებს ამ ასპარეს და ამ ამპლუაში ყოფნას არის ომი, რაც იქ უწერიათ თავიანთ იმაში. ხო და აი ამიტომ არ ჩავიდა პუტინი, ეს არის ერთადერთი. არა ის მარიონეტია და პუტინი არა მარიონეტი. და ტრამპი ამას ცვლის უკვე. ტრამპი იმასაც ამბობს, რომ მე დიდი ნდობა მაქვს პუტინისო. ამაზეც უკვე შეთქმულებებია. ანუ ტრამპი პუტინის კაციაო, პუტინის დაკრულზეც ეკავსო, პუტინის გეგმის ნაწილია ტრამპიო. წარმოიდგინეთ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 9+1 მინიმუმ ირჩევს პრეზიდენტს. და ეს ხალხი, ეს ამერიკელები თურმე სულ პუტინის ჭკუაზე დადიან ყველა. ნუ ეს ხო სასაცილოა ეს. და საქართველოში ყველაზე ხშირია ასეთი მდაბიო და მდარე მსჯელობა. ეს 90-იანებში რო იყო, ჩვენ იმდენი ჯონჯოლი გვაქვს. მარტო ჯონჯოლი გადაარჩენს საქართველოს. მარტო ბორჯომი რო გავყიდოთ, მას საქართველოს იქნება ლუქსემბურგი. ანუ აი ასეთი მდაბიო წარმოდგენა აქვს პოლიტიკაზე, ხვდებით, რის თქმა მინდა? ხო, ტრაგედია, ტრაგიკომედია. ტრამპის მუქარანარევი მესიჯები პუტინის მისამართის. იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჩადიდა შეხვდი, ახლა შეცვალა უკვე რიტორიკა. რა თქმა უნდა, შეცვალა, იმიტომ რომ მასაც ჩართული აქვს დრო. ანუ გახსოვთ ხომ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას 24 საათში მოვაგვარებ კონფლიქტს. მერე თქვა 100 დღეში მოვაგვარებო. გავიდა ის 24 საათიც 100 დღეც კონფლიქტი დღემდე თუხთუხებს. მე ერთი ეპიტეტით შევამკე ბატონი ტრამპი და
მე საკვედურეს რომ შეიძლება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ ეპითეტით შემკობა. არა, მოდით შევთანხმდეთ, რომ ბაიდენს ბევრად სჯობს. ბაიდენს კი სჯობს, იმიტომ რომ მას დემენცია ჰქონდა და ის აშკარად მართული იყო. და მაგრამ ტრამპი არა სერიოზული კაცი. ტრამპი არ არის პიროვნება, რომელიც ღრმად ანალიზს აკეთებს და შეუძლია სწორი შეფასებების მიცემა იმ მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში აი ამ ძალიან მძიმე და ძალიან სერიოზულ ღრმა პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობს სოფლიოში და რომელიც მიმდინარეობს შეერთებული შტატების გარშემო და თვითონ შეერთებულ შტატებში. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მუდმივად უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და ჩვენ ვხედავთ, რომ კრიზისი არ დაიძლია. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჰქონდა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით შეერთებულ შტატებს, თუნდაც რუსეთთან მიმართებაში, ჩინეთთან, ევროკავშირთან, არამედ შიდა პოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბულია შეერთებულ შტატებში. ბაიდენი ვახსენეთ, ის ძალები, რომელიც ბაიდენს უჭერდა მხარს და მის ვიცე-პრეზიდენტს იმ არჩევნებში არსად არ წასულან და ძალიან ესეთ სერიოზული წინააღმდეგობას უწევენ და ქიშპობას უწევენ ტრამპის ადმინისტრაციას. ასე რომ შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ წინ არის კრიზისული მდგომარეობა, კრიზისული მომენტები, ტრამპმა თავისი მდგომარეობა და ტრამპისტებმა და მისმა დაჯგუფებამ ვერ განიმტკიცა შეერთებულ შტატებში. რისი მოლოდინებიც იყო. ბევრი რამის მოლოდინი იყო ჩვენთანაც, მათ შორის ტრამპთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს არ გამოუვიდა ტრამპთან მეგობრობა. ტრამპი, რომელიც გამოცხადებული იყო და დღემდე არის გამოცხადებული deep state-თან ძლევამოსილ მებრძოლად, რომელიც გადაარჩენს თემ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსაც აი ამ deep state-ისგან, რომელიც ჩვენ ესე იგი ჩვენი მთავარი უბედურება ყოფილა საქართველოს, ასე გამოდის. ასე რომ მდგომარეობა ვითარება რთულია, რუსეთ-უკრაინის ფრონტი ალბათ გაგრძელდება და მსოფლიოშიც აი ეს მძიმე პროცესები ეს კიდევ გაგრძელდება. ეს არ დამშვიდდება მანამ სანამ არ გაერკვევა ყოველ შემთხვევაში ერთი მხარის აშკარა უპირატესობა მეორესთან შედარებით, ან სტაბილური მდგომარეობა ერთი მხარისა მეორესთან შედარებით. სტაბილურ მდგომარეობას მე იქით არ ველოდები. აი ამ იმპერიალისტური ქვეყნების ერთიანობაში იმ ბანაკში. მაგრამ აქეთ ჩინეთ-რუსეთის ტანდემის და მის გარშემო შემდგარ კოალიციაში და ამ კოალიციის გარშემო იკვეთება უფრო დიდი კონტური ქვეყნებისა, რომელიც მას მიუერთებიან, აი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სტაბილურობას ველოდებ. თუმცა დროა საჭირო. ბანაკი რო იგულისხმეთ, ევროპულ ქვეყნებს გულისხმობ, უახლესი განცხადება არის სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე აღარ არსებობს. და გადავხედე თვითონ ინფორმაციას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შეხვედრები ჰქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან, სხვადასხვა ევრობონზებთან და ყვილად არ იტყოდა ახლა ვუჩიჩი ამას. მაგრამ იქ საინტერესო მომენტი გახლავთ ის, რომ რადგან ეს კოლექტიური დასავლეთი უკვე აღარ არსებობსო, ეს უფრო მეტ შანსს გვაძლევსო, რომ შევიდეთ და გავწევრიანდეთ ევროკავშირშიო. დაახლოებით ისეთივე განცხადებაა ვუჩიჩის, რა განცხადებასაც აკეთებენ ჩვენთან ხელისუფლების წარმომადგენლები. და აი ასევე საგულისხმო ფაქტია, ახლა პრემიერ-მინისტრი კობახიძე მონაწილეობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მოწვევით ალბანეთში, ტირანაში, დედაქალაქში მიმდინარეობს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი. და ამ სამიტის დაწყების წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მივიდა კობახიძესთან, გადაულაპარაკეს ერთმანეთს რაღაც ხელით ჩამოართვეს. მაკრონი თავის ამპლუაშია, ცდილობს ლავირებას, ყველასთან კარგად ყოფნას, როგორც ჩანს საელჩო აწვდის აქედან ინფორმაციებს, რომ არც ისე მარტივადაა აქ საქართველოში საქმე როგორც წარმოუდგენიათ. ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ საფრანგეთი ამ კუთხით უფრო გამჭრიახია ვიდრე გერმანია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია უფრო ძლიერია ეკონომიკურად
ვიდრე საფრანგეთი. ხო, რა ყოველ შემთხვევაში იქ ჩანდა შეხვედრიდან რომ სურთ კიდევ საუბარი ხელებით ჟესტიკულაციით ახლა იქ ხმა არ ისმოდა, მაგრამ გადალაპარაკებით გამოჩნდა რომ შესაძლოა კიდე შეხვდნენ და რაღაცაზე ისაუბრონ. საინტერესო მომენტი არის. ყოველ შემთხვევაში ასეთია ეს ხაზი საქართველოსი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ რომ კვლავ ევროკავშირისკენ მიდიან ევროინტეგრაცია არის ქართული გზა თუმცა აი ჩანს ის მომენტი რა დროსაც დასავლეთი ცდილობს და უფრო ეს ევროინსტიტუტები რომ გვიკარნახონ ჩვენ დასავლეთს არ გამოვიდა ხელისუფლების შეცვლა და შეიძლება მაკრონი და მისი მეგობრები, ლიდერები ევროკავშირის ასე თუ ისე შეურიგნენ ამ მდგომარეობას, რომ აი აქ დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. და ისევ დაუბრუნდნენ აი ამ რეჟიმს, რომ არჩევნების გზით მაინც ესე იგი მოახდინონ თავიანთი წარმომადგენლების შიდა პოლიტიკურ ველზე მათი აგენტურის და მათი პლატფორმის მდგომარეობის გამტკიცება, მათი მდგომარეობის დასტაბილურება, ადგილობრივი არჩევნები წინ არის 5 ოქტომბერს, რომელიც უნდა გაიმართოს და აი ამ ადგილობრივ არჩევნებში ალბათ ევროპა მოინდომებს და შეერთებული შტატები რომ ეს პლატფორმა პროდასავლური სტაბილიზება მოხდეს საქართველოში და მათ მოიპოვონ გარკვეული ლეგალიზებაც კი ლეგალიზება იმის აპირისპიროდ, რასაც აპირებდა ქართული ოცნება და ქართული ოცნება ჩვენ ხედავთ აპირებდა საერთოდ აკრძალვას ერთიან ნაციონალურ მოძრაობისა და მისი სატელიტი 2-3 პარტიის. და აპირებდა იმას, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და მანამდე გაეკეთებინათ ეს აკრძალვა. თუ რატომ მოხდა, რომ ქართულმა ოცნებამ დაუშვა აი ეს ძალიან ცუდი რამ რომ დაუშვა ეს პარტიები არჩევნებში ეს უკვე შეიძლება ითქვას რომ ესეთი რამეა ესეთი ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ხელი არ მიგვიწდება შეიძლება ეს მოხდა ძალიან ძიმე ზეწოლის შედეგად დასავლეთის მხრიდან და ქართული ოცნებამ უკან დაიხია და შეიძლება უფრო უარესიც რომ ქართული ოცნება რაღაცებზე შეუთავდა დასავლეთს და ამ შეთანხმების შედეგია ის რომ ის კვლავ ინარჩუნებს პროდასავლურ აი ამ პოლიტიკურ პლატფორმას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეს არის აი ამ პლატფორმის შენარჩუნება სხვა არაფერი არ არის გარდა იმისა გარდა შენარჩუნებისა ისინი კვლავ იქნებიან პოლიტიკურ სივრცეში და კვლავ სისხლს გაგუშრობენ ჩვენ რამოდენიმე წლის მანძილზე რომც მოხდეს მათი აკრძალა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ არჩევნებში თუ მათ მიეცათ და ალბათ მიეცემათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა, ისინი შევლენ საკრებულოების ძალიან ბევრ საკრებულოში, ფრაქციებითაც კი და შევლენ მათ შორის დიდ ქალაქებშიც, რაც წარმოადგენს მათი მდგომარეობის ხელახალ გამტკიცებას. ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის. ჩვენ მე მინდა ეს აღვნიშნო ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ჩვენი პარტიის პოზიცია ეს არის ჩვენ ძალიან უარყოფითად ვაფასებთ ამ მდგომარეობას რომ ეს იქნება უბრალოდ ერთ წრეზე ტრიალი ქვეყნის ერთ წრეზე ტრიალი მაშინ როცა ჩვენ მიგვაჩნია არ ვიცით ახლა შეიძლება ვწდებით შეიძლება იმდენი ინფორმაცია არ გვაქვს რაც ხელისუფლებას გააჩნია მაგრამ არსებობდა იმის რესურსები და არსებობდა ის მდგომარეობა ქვეყანაში რომ მათი აკრძალვა მომხდარიყო და აკრძალვა ისე რომ მათ არ მიიღოთ მონაწილეობა 5 ოქტომბრის არჩევნებში. აკრძალვა იმისთვისაც პირველ რიგში იმისთვისაც საჭირო მათ არ განმტკიცონ თავიანთი მდგომარეობა. ეს არის პოლიტიკური პლატფორმა ერთიანი, რომელმაც დაკარგა თავისი სახე და დაკარგა მხარდაჭერა სრულიად დაკარგულია მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ფართოფენების თვალში. და რატომ მოხდა რატომ გახდა აუცილებელი რომ მათ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში მე უბრალოდ არ მესმის. იმიტომ რომ ისინი დიდი ხანია გავიდნენ კონსტიტუციის ფარგლებიდან
ეს არის ულტრამემარჯვენე ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც ერთადერთი რასაც ისინი აკეთებენ, შემოაქვთ საზოგადოებაში დესტაბილიზაცია, არეულობა და შემოაქვთ ძალიან ესეთი მძიმე ატმოსფერო, რაც საქართველოს არ ჭირდება მით უმეტეს ამ პერიოდში, ამ ისტორიული ქართლების პერიოდში. ხო, ხალხმა, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა რას წარმოადგენს ეს ძალები. ისედაც ეთყობათ თავიანთ განცხადებებითაც თუ იმსჯელებთ და ხშირად ჩანს მათი განცხადებები, საერთოდ რას წარმოადგენენ. ჩემი ნება რომ იყოს, მე უფრო ხისტად გადავჭირდი რა თქმა უნდა საკითხს, მაგრამ მე ვარ თავად ერთი რიგითი ამომრჩეველი. მე შეიძლება მივიდე არჩევნებზე, მივცე რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს ხმა, ან საერთოდ ყველა გადავხაზო. ხო? აი ეს არჩევანია მეტი არ არის. სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც შეპირდა ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ პოლიტიკური ველი განთავისუფლდება უფრო პროგრესული, უფრო დემოკრატიული ძალებისთვის და ხელშეუწყობს ჯანსაღი ოპოზიციის ფორმირებას, ესეც ჩვენ ვხედავთ, რომ არ მოხდა. რაღა დარჩა არჩევნებამდე, მგონი 5 თვე მეტი ხო არა რა, 5 დაახლოებით. ამ 5 თვის განმავლობაში ასეთი ჯანსაღი ოპოზიციის გამოჩენა ძალიან ძნელია პოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც ხალხი დაუჯერებს და რომელსაც ხალხი ხმას მისცემს. ხო, თავად ხელისუფლების მისამართით ახლა ისინი ამბობენ, ხელისუფლების მესვეურები, რომ ყველა საარჩევნო უბანს მოიგებენ, ყველა მუნიციპალიტეტს მოიგებენ. ეს არ ვიცი ახლა წინა საარჩევნო რიტორიკა, უბრალოდ თვითრეკლამა თუ გარკვეულწილად ამბიციებიც ალბათ. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე უფრო თავს მიიჩნევენ უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმ გარე ძალების ზეწოლისა, იმ deep state-ზე აპელირებაზე, რაზეც ხშირად ისმის. deep state-ი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აქ ჩვენ გვიშლის ხელს და რომელსაც ებრძვის დონალდ ტრამპი, თუმცა მოდით აქვე ისიც ვთქვათ, რომ დონალდ ტრამპს თუ გაუჭიანურდა deep state-თან ბრძოლა, იქაც მოვა არჩევნები. ამერიკელებიც ხომ ამიტომაც არის, ხო, დემოკრატიული პრინციპის სახელმწიფოა, გარკვეულწილად 4-5 წლის მერე ინიშნება არჩევნები და ხალხი, რომელიც უკვე უკმაყოფილოა, შეიძლება საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღოს. ან ტრამპს კი აღარ დაუჭიროს მხარი, დაუჭიროს უკვე დემოკრატების ახალ წარმომადგენელს, ვინც იქნება. ბაიდენი რო არ იქნება, გასაგებია. და აქედან გამომდინარე, იმ ახალმა კანდიდატმა, რომელსაც თეორიულად აი ჰიპოთეტიურად წარმოვიდგინოთ, რომელსაც ამერიკელთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს, შეიძლება პირიქით კვლავ გააღვიოს ამ deep state-ის წიაღსვლები, გნებავთ ეს LGBT დააბრუნოს ისევ, გნებავთ აგრეთვე დააბრუნოს ეს COVID-19 და ეს ლუგარის ტიპის ლაბორატორიების აქტიურობა, სხვადასხვა ეს ფობიები წამოვიდეს კვლავ, ნიღბების აკრობა მოსახლეობაზე და ასე შემდეგ. და დაურიგონ ფინანსები და დიდი თანხები ისეთ მავნებლურ ტელევიზიებს, რომლებიც ჯერ შემორჩა აქ საქართველოში. ჩვენ ხედავთ, რომ შეერთებულ შტატებში ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა. სოციალური კრიზისიც გაღრმავდა, ფასებმა მოიმატა პირველად მოხმარების საგნებზე და ეს გამოიწვია არა მხოლოდ იმან, რომ სოფლიოშია კრიზისი, სოფლიო ეკონომიკური, საერთოდ არამედ იმანაც, რომ ტრამპმა ეკონომიკური ომი გამოუცხადა ყველა დანარჩენ სოფლიოს სანქციების ზომი. ყველას გამოუცხადა ფაქტიურად, თავის მოკავშირეებსაც, მათ შორის კანადას გადაყლაპა მოუნდომა, გრენლანდიას გადაყლაპა მოუნდომა, მექსიკასაც, თავის მეზობლებს და ჩვენ ვხედავთ, რომ ამან გამოიწვია თვითონ შეერთებულ შტატებში პროდუქციის გაძვირება, იმიტომ რომ დღევანდელი მსოფლიო არ არის იმ მსოფლიო, რომელიც იყო 20-30 და მით უმეტეს 50 წლის წინ, ეს არის მსოფლიო, რომელიც ინტეგრირებულია ბევრად უფრო მეტად ვიდრე 20-30 წლის წინ ეკონომიკურად პირველ რიგში და როცა შენ სანქციებს უწესებ იმ ქვეყნებს, რომელთანაც გაქვს
ძალიან ინტენსიური და მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საქონელი, რომელიც მზადდება შენთვის, ის ძვირდება და შენ თუ არ დაახვედრე შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წარმოების ის მოცულობა, რომელიც მას ჩაანაცვლებს, რა თქმა უნდა, ეს პროდუქცია შენთვის ძვირდება პირველ რიგში შენი მოსახლეობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ შეერთებულ შტატებში და ამან შეიძლება უკვე გამოიწვია, რა თქმა უნდა, ტრამპის მომხრეთა შემცირება და გამოიწვია პირიქით მისი ოპონენტების მომხრეთა ზრდა, ეს შეინიშნება შეერთებულ შტატების საზოგადოებაში. ასე რომ თქვენ მართალი ხართ, ჩვენ შეიძლება სრულიად საპირისპირო სურათი მივიღოთ მომავალი არჩევნებისთვის, მით უმეტეს რომ იქ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნების. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი სურათი, რომ კვლავ აგრესიული გახდეს შეერთებული შტატების პოლიტიკა და მან კვლავ აქტიური მხარდაჭერა ესე იგი განახორციელოს თავისი აგენტურისა, რომელიც აქ არის, ინფორმაციის საშუალებების სახით, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. ასე რომ ყველაფერი წინ არის, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. პროგნოზი, აი ეს რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაინც და მაინც ოპტიმისტური ვერ არის. ერთადერთი რაც შეიძლება ასე თუ ისე მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა დაამშვიდოს, ეს არის თუ ქართული ოცნება შეცვლის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და განახორციელებს ინტერესების, ასე ვთქვათ, მონაცვლეობას და პირველ რიგში დააყენებს არა მსხვილი კორპორაციების და ბანკების ინტერესებს, არამედ მოსახლეობის და მშრომელი მოსახლეობის ინტერესებს. ეს ერთი. მეორე, მეტი აქტიური რეგიონალური პოლიტიკა საჭირო. საქართველოს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ფუფუნება, რომ უარი თქვას ხელსაღრელ ბაზრებზე. და უარი თქვას იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მას გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელსაღრელ ბაზარში შევა წარმატებულად. და ეს ბაზარი, ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცე პირველ რიგში და რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაცია, რაზეც ჩვენ უარს ვამბობთ იმის შიშით, რომ აქ მოხდება დესტაბილიზაცია და ქვეყანას და ხელისუფლებას შეცვლიან ძალისმიერი გზით. მე მგონია, რომ ქართულ ოცნებას აქვს იმის რესურსი, რომ მან შეეცვალოს თანდათან თხილად, მაგრამ აი ეს რეგიონალური პოლიტიკა და უარი არ თქვას ისეთ პროექტებზე, როგორიცაა 3+3. იმ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირება, რომელიც ფორმირდება სოფლიოში ალტერნატიული ეკონომიკური სივრცე ბრიქსის სახით. და სხვა, ჩინეთთან სტრატეგიულ მეგობრობას უნდა მოყოლოდა ეს ნაბიჯი, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. აი ამისკენ მოვუწოდებთ ჩვენ ქართულ ოცნებას. ეს დაასტაბილურებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და ეს დაასტაბილურებს თვითონ ქართული ოცნების მდგომარეობასაც და მმართველი ძალის მდგომარეობასაც, ეს მის ინტერესებში უნდა შედიოდეს. კი ბატონო. და აი ხო უახლესი ინფორმაცია ვრცელდება, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომ მოლაპარაკებები სტამბოლში დასრულდა უკრაინასა და რუსეთს შორის. გაგრძელდა 2 საათი მიმდინარეობდა. მანამდე Reuters-ის წყარო უკრაინელი დიპლომატების რიგებიდან, წარმოიდგინეთ Reuters წყაროები ყავს უკრაინელ დიპლომატებში. განაცხადა ასეთი რამ, რომ თარგმნა მიწევს უბრალოდ პარალელურ რეჟიმში, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას მიუღებელი მოთხოვნები წამოაყენა რუსეთის დელეგაციამ და ამ წყაროს ინფორმაციითვე ეს მოთხოვნები სცილდება ჩარჩოებს, რომლებიც თქვათ უფრო სხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო მოქცეული და ეს წყარო ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი იმისათვის, რომ ცეცხლი შეწყდეს, უკრაინამ უნდა გამოიყვანოს, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გასცეს ბრძანება, გამოიყვანოს თავისი შეერაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან, უკრაინის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთმა უკვე აღიარა როგორც თავისი ტერიტორიები. ანუ ეს იმას ნიშნავს, ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება, როგორც ჩანს, ნუ ის რუსული ანალიტიკა, რაზეც მე გადაცემის მსვლელობისას დასაწყისში ვთქვი, რომ
უკრაინული მხარე მაქსიმალურად შეეცდება რომ გაიწელოს ეს პროცესი, ანუ ისევ და ისევ თავის პარტნიორებმა და დასავლეთის ქვეყნებმა ნახონ რომ რუსეთი არ ყაბულდება მოლაპარაკებებს ან თვითონაც ცდილობენ რომ საომარი მოქმედებები გაგრძელდეს რათა დასავლეთი მივიდეს იქამდე რომ პირდაპირ დაპირისპირება დაიწყოს რუსეთთან. აქ უკვე იგულისხმება შეერაღებული დაპირისპირება და არა ეკონომიკური სანქციები. ჩვენ ვიცით რომ მიმდინარეობს ახლა მსჯელობა ნატოს წევრ ქვეყნებში კონტრიბუციის 5%-მდე გაზდის შესახებ, ეს ტრამპის მოთხოვნა იყო. ბორის პისტორიუსმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკვე განაცხადა თანხმობა, რომ 3%-ზე მეტი მაინც უნდა იყოს, ასე თქვა. ეს რაზე მიუთითებს? მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიური დასავლეთი იწყებს მზადებას ფრონტალური დაპირისპირებისთვის რუსეთთან. ანუ ეს არის ერთ-ერთი ის მომენტი, რაც გულისხმობს ამ დაძაბულობის გაგრძელებას. რამდენიმე წელი მაინც არავინ არ იცის რა მოხდება. შესაბამისად, აქ ჩვენ მართლაც გვიწევს საქართველოს ხელისუფლებას ფილიგრანული მუშაობა. მართლა ბეწვის ხიძე სიარულია, გინდა deep state იყოს, გინდა ტრამპის ადმინისტრაცია იყოს, ვინც გინდა იყოს, რა მნიშვნელობა გენება თურქეთი. ახლა არის იქ ტურიზმის სოფლიო ორგანიზაციაში პოლოლიკაშვილის საკითხი, ახლა ვრცელდება განცხადებები, რომ თურმე ხელისუფლებამ არ გამოდიოდა კონტაქტზე და ასე შემდეგ. არაბებს უთქვამთ, რომ ახლა ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს, ყველაფერს თუ თავი გაანებოდა ეს მთელი ეს ინსინუაციები რო გვერდზე გაწიო. ვინ ინახავს საქართველოს? არაბული ინვესტიციები უზარმაზარია, რა თქმა უნდა, მისი ინტერესები შეიძლება სადღაც ვლინდებოდეს, ხო? გარკვეულწილად. ხო, ანუ ეს არ არის მარტივი საკითხი. ხო, და აქედან გამომდინარე, ახლა ერთი ქართული გვარის და სახელის მატარებელი კაცი იქნება თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. დიდი მნიშვნელობა. წამყვან პოზიციაზე საქართველოსთვის ამას არ ვიცი ახლა რა მნიშვნელობაა, გარდა უბრალოდ სახელისა. ასე ახლა თუ პოლოლიკაშვილის თავმდებობაზე ორ სიტყვით ვიტყვით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ტურისტული ნაკადები საიდან მოდის ჩვენთან ძირითადად? არა დასავლეთის ქვეყნებიდან, არავინ ისევ რუსეთიდან. კი, არა და აი გეტყვით პირდაპირ დღეს 327 ნომერ ავტობუსში, რომელიც აეროპორტიდან მოდის, 3 ასაკოვანი ევროპელი იჯდა, ისინი არ არიან თქვათ როგორც ან თქვა არაბები ან რუსები, რომლებიც პირდაპირ ამოიღებენ თანხას და ტაქსის მისცემენ იმაზე მეც, რაც თქვათ ღირს მომსახურება. ლარიანი ავტობუსით მგზავრობენ, ანუ ევროპელი ტურისტი თავის შინაარსით კურკაწონია კაცი. თუ ხალი, რა ვიცი. წარმოიდგინეთ ახლა რომ წელს აფხაზეთში მაგალითად უნდა ჩავიდეს დაახლოებით 5 მილიონი რუსი. და დანარჩენ საქართველოში აფხაზეთის გარეშე 30 წლის განმავლობაში 5 მილიონი საერთოდ არ ყოფილა ევროპელი, გინდა ფრანგი, გინდა გერმანელი. რამხელა კონტრასტია. ხო? ამაზე ვინ მელაპარაკობს, არავინ არ ლაპარაკობს. ის რაც ტურისტული ნაკადები იყო ამ პანდემიამდე, ეს ნუ კი ბატონო კარგია და მისასალმებელია, მაგრამ უნდა გაგრძელდეს ასე ხო ასე. აფხაზეთი ვახსენეთ, ჩვენ ძალიან ვაგვიანებთ. ვაგვიანებთ რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას, დიალოგის დაწყებას. ჩვენ დავანონსეთ და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება მოწოდებით რომ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩვენ ხედავთ რომ ამ დაგვიანების შედეგებს ხედავთ, კერძოდ ის რომ ახალი პრეზიდენტი აფხაზეთისა ბადრა გუმბა შეხვდა ვლადიმერ პუტინს 10 მაისს 9 მაისს დაესწრო ემპარატს 10 მაისს და პუტინმა მიიღო მოწვევა და ის ჩავა სოხუმში. ეს ძალიან ცუდია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგვიანებთ. აქედან გამომდინარე ჩვენი ხელმოწერების კამპანია ეს არის ძალიან საშურის საქმე და მოუწოდებ მოსახლეობას რომ ხარი დაგვიჭიროს ამ საქმეში. ხო, პუტინი სოხუმში თუ ჩავა, იქ დიდი ალბათობით ახალ ათონის მონასტერსაც ეწვევა და იმასაც იტყვის, რომ ეს რუსმა ბერებმა ააშენეს, რომლებიც ათონიდან წამოვიდნენ, იქ პანტელეიმონის მონასტერს პრობლემები ჰქონდა, გადმოვიდნენ და ის შეარჩიეს ადგილი და
ნიკოლოს პირველი ხომალდით გემით მიადგა მთელი ამალით რუსეთის იმპერიიდან. ნუ ის სპეციალურად. ანუ ბევრი ისეთ რაღაცას გააკეთებს, რაც ისევ და ისევ ამ პიარს შეუწყობს ხელს. ამაზე ჩვენები არ ფიქრობენ ეს არის. ვინც მასზე საუბრება, იმის ასე ვთქვათ, იმისი არ მინდა სიტყვა გავლენა თქვა, მაგრამ ის გავლენის ქვეშ შექცევა. გაისაუბრები შენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ინტერესებსაც უფრო ადვილად და უფრო კარგად გაატარებ და მისი რიტორიკაც შეიცვლება შესაბამისად. მადლობა თემურ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით უკვე მომდევნო კვირას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა.